გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ვსაუბრობთ ერთ ისეთ საკითხზე, რომელიც ტაბუირებულია როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე ქართულ ისტორიოგრაფიაში. კერძოდ განვიხილავთ საკითხს იმის შესახებ, იყო თუ არა საქართველო ოდესმე იმპერია და თუ იყო, უნდა ვამაყობდეთ ამით, თუ უნდა ვრცხვენოდეს და გვეუხერხულებოდეს ამის. მოდი ერთად გავარკვიოთ ეს საკითხი დღეს. დასმული შეკითხვის პირველ ნაწილზე არის ერთნიშნულოვანი პასუხი დიახ, საქართველო თავისი განვითარების ერთ გარკვეულ მონაკვეთში ნამდვილად წარმოადგენდა იმპერიას. კერძოდ დავით აღმაშენებელი იყო ისტორიაში პირველი და სამწუხაროდ უკანასკნელი ქართული იმპერიის ფუძემდებელი. საიდან ვიცით, რომ საქართველო იყო ამ პერიოდში იმპერია. მე მგონი სადაო არ არის, რომ დავითმა საქართველოს შეუერთა ბევრი ისეთი ტერიტორია, ბევრი ისეთი ხალხი, ტომი, რომლებიც არასდროს არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის ორგანული ნაწილი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმი იმისთვის, რომ სახელმწიფო განისაზღვროს როგორც იმპერია. და ამას პლუს დომინანტის, ჰეგემონის როლი მთელს რეგიონში, მთელს კავკასიაში. დავით აღმაშენებელს ჰქონდა იდეები, გლობალური იდეები, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო საქართველო, მას ჰქონდა იდეა, რომ საქართველოს სრულფასოვნად, სრულყოფილად უნდა ჩაენაცვლებინა რეგიონში ბიზანტიის იმპერია და ამაზე მიუთითებდა ყველაფერი. მისი პოლიტიკა, მისი სამხედრო კამპანიები და თვით მისი ჩაცმულობაც კი. ის ფაქტი, რომ დავით აღმაშენებელი ფრესკებზე გამოსახულია წითელი წაღებით, რაც არის ბიზანტიის იმპერიის, ანუ იმპერატორთა სიმბოლო, კეისართა სიმბოლო, ეს ცხადად მიუთითებს დავით აღმაშენებლის მიზნებზე და მის ამბიციებზე, რომ მას სურდა ბიზანტიის იმპერიის სრულფასოვანი ჩანაცვლება. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ დავითის ნაადრევმა გარდაცვალებამ 53 წლის ასაკში გარდაიცვალა იგი. ყველა ეს დიდი მიზანი შეაჩერა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ყველაზე წარმატებულმა შთამომავალმა თამარმა საქართველო აიყვანა განვითარების ზენიტში და მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამარის მეფობის პერიოდში საქართველო წარმატებით ახორციელებდა დომინანტი, ჰეგემონი ქვეყნის ფუნქციას კავკასიის რეგიონში, უნდა ითქვას, რომ თამარის საქართველო არ იყო ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა დავითს. თამარმა დაუშვა ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე ფუნდამენტური შეცდომა იმპერიის მშენებლობაში. კერძოდ, მან არ ჩამოაყალიბა ქართული სამხედრო საზღვაო ფლოტი. ეს არ ვიცი რატომ მოხდა, ამას ვერ დავაბრალებთ უდროობას, ამას ვერ დავაბრალებთ მტრების შემოსევებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ვინაიდან თამარის ეპოქაში მტრებს საქართველოზე თავდასხმის არანაირი რესურსი არ გააჩნდა და პირიქით ჩვენ ვიცით, რომ თამარი ახორციელებდა პრევენციულ სამხედრო კამპანიებს თავისი ქვეყნის მტრების წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით მაგალითად ცნობილი სამხედრო კამპანიები სპარსეთის წინააღმდეგ, დიდი გამარჯვებებით და დიდი სამხედრო ალაფით დაბრუნებული ჩვენი ჯარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მიუხედავად ამისა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, არც თამარმა, არც თამარის კარზე მოქმედმა რომელიმე მისმა თანამებრძოლმა არ იფიქრა იმაზე, რომ იმპერიის გაფართოებისთვის, იმპერიის სრულყოფილი იმპერიის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი იყო სამხედრო საზღვაო ფლოტის შექმნა. ასე იყო თუ ისე იყო,
საქართველოს გავარკვიეთ, რომ ყოფილა ოდესღაც იმპერია, კერძოდ მისი ოქროს ხანის სამეფო წარმოადგენდა იმპერიას და აქ არის ახლა ამ დღევანდელი ჩვენი გადაცემის დასაწყისში დასმული შეკითხვის მეორე ნაწილი. უნდა ვამაყობდეთ თუ არა ამით ქართველები და თუ არ უნდა ვამაყობდეთ, რატომ არ უნდა ვამაყობდეთ და თუ უნდა გვცხენოდეს, რატომ უნდა გვცხენოდეს. მე ვფიქრობ, რომ ქართველმა ისტორიკოსებმა, განსაკუთრებით ივანე ჯავახიშვილის თაობაზეა საუბარი, დაუშვეს დიდი შეცდომა, როდესაც ამ საკითხზე დუმილი არჩიეს. მაგრამ მე მესმის ამ დუმილის, ეს დუმილი გამოწვეული იყო იმ ნარატივით, რომელიც ჩამოყალიბდა ქართულ საზოგადოებაში, როგორც ჩანს ძველთაგანვე. კერძოდ, ნარატივი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ გვინდა სხვისი მიწა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ითვლებოდა თავიდანვე, რომ სხვისი მიწების მიტაცება, იმპერიული სტატუსი სახელმწიფოსი, ეს არის სამარცხვინო. არა და ჩემი აზრით ეს არის უდიდესი შეცდომა, იმიტომ რომ ქვეყანას, რომელსაც თავისი განვითარების რომელიმე ერთ ეტაპზე და განსაკუთრებით შუა საუკუნეებში ერთხელ მაინც თუ არ უთამაშია ჰეგემონის როლი, თუნდაც თავის პატარა რეგიონში, ესეთი ქვეყანა და ასეთი ხალხი ნამდვილად ვერ ჩაითვლება დიდ ხალხად და დიდ ერად. ასე რომ, მეგობრებო, იმაში, რომ საქართველო ოდესღაც იყო იმპერია, არაფერი არ არის უხერხული და მით უმეტეს არაფერი არ არის სამარცხვინო. პირიქით, ეს არის ჩვენი ეროვნული სიამაყის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, ეს არის ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ფურცელი. მით უმეტეს, რომ საქართველო და ქართველი მეფეები, იმ პერიოდის მეფეები, არც ერთი შეიძლება თამამად ითქვას, პრაქტიკულად არც ერთი არ იყო გამორჩეული რაიმე განსაკუთრებული სისასტიკით ან ველურობით დაპყრობილი თუ დამორჩილებული მეზობლების და სხვა ხალხების მიმართ. ასე რომ, ამაში ჩვენ არაფერი არ ვჭირს სამარცხვინო და გაუგებარია, რომ დღეს თანამედროვე ისტორიკოსებიც, თანამედროვე ქართველი, ასე ვთქვათ, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებიც ამაზე ღიად არ საუბრობენ და ამას რაღაცნაირად თავს არიდებენ. აი მაგალითად, ერთი უკვე ძალიან ასაკში მყოფი, მაგრამ ძალიან დიდი ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი, ამას წინათ საგაზეთო ინტერვიუში სიამაყით წერდა და ამტკიცებდა, რომ დავით აღმაშენებლის საქართველო არ იყო იმპერია. ნამდვილად იმედგაცრუებული დავრჩი, რადგანაც მანაც ისევე როგორც ქართველების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოავლინა პატარა ქვეყნის, პატარა კოლონიური ქვეყნის სინდრომი. მე ამას ვეძახი კოლონიური ქვეყნის სინდრომს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში, ათასწლეულების განმავლობაში ვიყავით უცხო იმპერიების ჰეგემონობის ქვეშ მყოფი ხალხი და ქვეყანა და ამის გამო ჩამოგვიყალიბდა სწორედ ასეთი აზროვნება, რომ აი იმპერიული სახელმწიფოს ქონა ეს არის ბოროტება და ეს არის დანაშაული. ამასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ გაგახსენებთ ერთ ფაქტს საქართველოს უახლესი წარსულიდან. ცნობილმა რუსმა დისიდენტმა და სინამდვილეში რუსმა იმპერიალისტმა ანდრეი სახაროვმა მიზანმიმართულად, სრულიად შეგნებულად, აფსუა და ოსი სეპარატისტების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს უწოდა მცირე იმპერია. და უფროსი თაობის წარმომადგენლებს ნამდვილად კარგად გეხსომება თუ რამხელა ძაფრი რეაქციები მოყვა ამ გამონათქვამს საქართველოში, ის ცნობილი ზვიად გამსახურდიას ღია წერილი სახაროვისადმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი თუნდაც იმ წერილშიც სხვა საზოგადოების, სხვა წარმომადგენლების პასუხებში, რეაქციებში ყველგან გამოჩნდა ძაფრად ეს ჩვენი კომპლექსი.
ჩვენ მაშინ განსაკუთრებულად გავუსვით ხაზი იმას, რომ საქართველო არათუ დღეს არ არის იმპერია, არამედ არც არასდროს არ ყოფილა იმპერია. ანუ აქ მოხდა ღირებულებათა აღრივა. აი ამ ფაქტმა და სახაროვის ამ გამონათქვამმა, როგორც ჩანს, საბოლოოდ დაადო ტაბუ დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველოს რეალურ სტატუსს. დასასრულ მინდა გითხრათ, რომ უცხოურ ლიტერატურაში, ენციკლოპედიებში და სხვადასხვა წყაროებში დავითის და თამარის ეპოქის საქართველოს იმპერიად მოხსენიება ჩვეულებრივი მოვლენაა. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხებთან დაკავშირებით, თხოვთ აქტიუროთ და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. მოდი ერთად ვიმჟელოთ ამ ყველაფერზე. დღეს მე ამით გემშვიდობებით, შევხვდებით მომდევნო გადაცემაში.